ეს ოპერატიული ინფორმაცია იყო მცდარი. გადაწყვიტეს ნარკოტიკების ჩადება. მან დაინახა, როგორ მოხდა აი ამ შპრიცების, როგორც ერთზე, ისე მეორე ახალგაზრდაში ჩადება. ეს პირი აწამა და კოკა-კოლა ენი დააღალოკინა ვიღაც რევას კობული ამ პოლიციამ. ჩაარტყეს უკრე და ხელიკრეს, დაუწყეს ცემა, ჩაყარეს ორივე მანქანაში. ეს რევას კობულია. ინიშნება პოლიციის სამმართველოს უფროსად წყალტუბოში. ტრამეიწლის რომელიც იყო ცემე ჯერ ოთახში ცემეს, მერე კორიდორში, მერე მეორე ოთახში შეიყვანეს. მის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ეღიარებინა მათ მიერ შეთითხმილი და შეთქმული ეს აბსურდი. დარო ეს მეგის ქარდავარო აკეთებდაო სულდიჩო სამეგრელოშიო, თითქმის იგივე ხდებაო ჩადებებთან მიმართებაშიო. მოხდა ყაჩაღობის ფაქტი თერჯოლის რაიონში. და ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ორმა პიროვნებამ სხვა პირთან ერთად, მაგრამ ეს ორი პიროვნება იყო ჩემი ყოფილი პატიმრები, რომლებიც პირობით მსჯავრში ყოფებოდნენ მსჯავრის დროს, რომ თითქოს ეს ყაცშაღობა ჩაიდინეს მათ და ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ თბილისიდან ბრუნდებოდნენ ესენი და მათ უნდა ჰქონოდათ ნაყაჩაღარი ნივთები. პოლიციამ გააჩერა სამარშრუტო ტაქსი, გადმოიყვანეს ეს ორი პიროვნება. მან როგორც ეს ორი პიროვნება ამბობს და თვითმხილველი მოწმეც ამბობს, მოხდა ამათი გადმოყრა ძალით, გაჩხრეკა და იქ იყო ასევე კამერით იღებდნენ პოლიციელები ამ ფაქტს. ვინაიდან მათ იცოდნენ, რომ ნაყაჩაღარი ნივთები უნდა ქონოდათ, ასევე იარაღი და ეს უნდა აესახათ პირზე. თუმცა, როდესაც ნახეს, რომ მათ არაფერი არ აღმოაჩნდათ, ეს ოპერატიული ინფორმაცია იყო მცდარი, გადაწყვიტეს ნარკოტიკების ჩადება და ეს კამერა იქიდან გააქრეს და ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება. როგორც ერთს, ასევე მეორე პირს. ერთ-ერთი მოწმე, რომელიც უშუალოდ შეესწრო აი ამ ეჭვმიტანილი ბიჭების დაკავების ფაქტს და მას სურვილი ჰქონდა რეალურად, რაც მან დაინახა, რაც მან ნახა, მიეცა ის ჩვენება. თავისივე ინიციატივით მან დაინახა, როგორ მოხდა აი ამ შპრიცების, როგორც ერთზე, ისე მეორე ახალგაზრდაში ჩადება. თვითონ აი ეს ფაქტიც, რომ გამზადებული ახლა ვინ, რომელი ნარკომანი, როგორი ნარკომანიც არ უნდა იყოს, რომელი ნარკომანი ატარებს ნასკში ჩადებულ გამზადებულ შპრიცს. პოლიციამ იცოდა, რომ ესენი დაჯარიმებული იყვნენ ადმინისტრაციული წესით ნარკოტიკული საშუალების მარიხუანის მოხმარების ფაქტზე. და როდესაც ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, აღმოჩნდა, რომ დეზომორფინის მოხმარების ფაქტი, კრაკადილის მოხმარების ფაქტი ამათ არ დაუდგინდათ. შესაბამისად, ეს კიდე ცხადყოფდა იმას, რომ როგორ გონიათ ახლა თქვენ შპრიცით გაკეთებული, ანუ გახსნილი შპრიცით მიდის პიროვნება თბილისიდან სამარშრუტო ტაქსით და უნდა ჩავიდეს სახლში და მერე გაიკეთოს ეს ყველაფერი, ხო? თან ერთ პიროვნებას აქვს ნახევარი შპრიცი, მეორე პიროვნებას ნახევარი შპრიცი, რამდენად დამაჯერებელია, ხო? აიძულებდნენ ისინი მიეცა ის ჩვენება, უпростоრედ მიეცა ჩვენება, რომ მას არაფერი არ დაუნახია. ну, რა თქმა უნდა, ამაზე მოწმე უარს აცხადებდა, მოუწია დილამდე იქ ყოფნა, რის შემდეგაც იძულებული გახდნენ გამოეშოთ, არაფერ შუაში არ იყო ეს ბიჭი და რამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იბარებდნენ მას და ცდილობდნენ, რომ მიეცა ის ჩვენება, რაც მათ აწყვდათ. სატელეფონო ჩანაწერებით დგინდებოდა ანძების მონაცემებით, რომ იმ დროს, როდესაც ყაჩაღობა მოხდა თერჯოლაში, ეს ბიჭები იყვნენ სულ სხვა ადგილზე, როდესაც ისინი ესაუბრებოდნენ ვინმეს ან სხვა ესაუბრებოდა, დროში იყო ნამდვილად, რომ ესენი ყაჩაღობის საქმეზე არ იყო. ну, ალიბი ჰქონდათ უთხარი, რის შემდეგაც გახდა პროკურატურა იცვლებული, რომ ყაჩაღობის ფაქტი ვერ აესახა მათ. შეკრების შემთხვევაში მათი სასჯელი 15 წელს გაცდებოდა. სამწუხაროდ ის ინერცია, რომელიც მოსდევს ტრადიციულად, ეს მავნე ტრადიცია სამართალდამცავ სტრუქტურებს, როდესაც არის მიზანში ამოღებული მსხვერპლი, არ აქვს მნიშვნელობა, აქ პოლიტიკური მოტივია, კრიმინალური მოტივი თუ სხვა.
მათ აქვს გამართლება, რომ აი ეს ადამიანი, ჩვენ ვიცით, რომ დამნაშავეა, მაგრამ ჩვენ ვერ უმტკიცებთ ამას და ამიტომ ჩვენ გვჭირდება, რომ ხელოვნურად შევქმნათ რაღაცა მის მიმართ სისხლსამართლებრივი დევნის საფუძველი. სულ ახლახანს იყო 9-8 სექტემბერს მახსოვს ორი ახალგაზრდა ბიჭი დააკავეს რეიდზე, როდესაც მოდიოდნენ ისინი დოლიძის ქუჩიდან ჩამოდიოდნენ და გადადიოდნენ სპორტის სასახლის მიდამოებში ცხოვრობდნენ. ღამის 12 საათი იყო დაახლოებით და გააჩერეს დაუწყეს უხეშად ლაპარაკი, ну, რა თქმა უნდა, გააჩხრიკეს, არაფერი არ აღმოაჩნდათ კანონსაწინააღმდეგო, ერთ-ერთი მათგანი სიგარეტს ეწევდა, გადააგდე ბიჭო სიგარეტი ეუბნებოდნენ, ამან უპასუხა, რომ რატო ქუჩაში სიგარეტის მოწევა აკრძალულია და ამან გააღიზიანა პოლიციელები, როგორ გაბედა თითქოს ამან შეპასუხება, ხელში ჩაარტყეს, უკრიდან ხელი კრეს, დაუწყეს ცემა, ჩაყარეს ორივე მანქანაში, წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და იქ ამ ერთ-ერთ 18 წლის რომელიც იყო ჯერ ოთახში ცემეს, მერე კორიდორში, მერე მეორე ოთახში აიყვანეს, დაზიანებები ქონდა სახეზე. მეორე იყო 17 წლის და ნუ იქ მოერიდნენ იმას, ხოლოდ რამდენიმე ჯერ გაარტყეს, ისე რომ კვალი არ დარჩენია, მაგრამ ის პირველი ჯანო დგებუაძე, მისი გვარი და სახელი, საკმაოდ მაგრად იყო ნაცემი, მეორე დღეს რომ მოიყვანეს სასამართლოში სახეზე აი ამ დაზიანებების კვალი ეთყობოდა, ჩალურჯებები, დაწითლებები, ჩვენ მერე ექსპერტიზად ჩავატარეთ ყველაფერი, მაგრამ ნუ და მადლობა ღმერთს იმ დროს მოსამართლემ შეწყვიტა ეს სამართალდარღვევის ფაქტად არ მიიჩნია. ჩვენ იმედი გვაქვს დაზარალებული სტატუსი მიიღებს ჯანო დგებუაძე და სათანადოდ დაისჯებიან ის პოლიციელები. და ეს იქნება მაგალითი, არა მხოლოდ დასჯა და ვთქვათ, თუნდაც გათავისუფლება სამსახურიდან. ეს უნდა იყოს გამოაშკარავებული და საჯაროდ გამხდარი, რომ ეს ყველამ ნახოს, რომ აი ესეთი მაგალითები დაუძელი არ რჩება. 2 დეკემბერს ღამის 9:30-ზე მე და ჩემი ძმა მიდიოდით ჩემი ავტომობილით სახლში. რა დროსაც აღნიშნულ შუქნიშანზე ვიოცი ხმოვანი სიგნალი წიმდგომ ოპელის მარკის ავტომობილს. რადგან არ გამატარა, შემდეგ გამომეორე ხმოვანი სიგნალი. შესაბამისად გადმოხდა ორი პიროვნება, აღმოჩნდნენ და ჩვენზე განახორციელეს სიძველე შეურაცხყოფა. ამ აგრესიაზე, რა თქმა უნდა, გადმოვედი ჩვენს და მოთხოვეთ თუ რა ხდება რაშია საქმე. უბრალოდ ხმოვანი სიგნალი მოგვეცეთ. ამის მერე გადმოვედი იერიშზე. დაისხნენ ორ ძმას, დააკავეს თითქოს და ძმებმა გაუწეს წინააღმდეგობა. აღმოჩნდა, რომ ერთი იყო კბილის ექიმი და მეორე ფინანსური მენეჯერი, ხოლო პოლიციელებს ფორმა არ ეცვათ და იმაზე ცემეს ეს მოკალაქეები, როგორ გაფრთხილდეს და შუქნიშანთან როგორ მისცეს მანქანიდან საყვირი, რომ გაიტარებინათ. ირაკლი ყარიბაშვილმა მითხრა, რომ აი რით თქინდება, რომ პოლიციელებმა ჩაიდგინეს დანაშაული. მე ვთხარი, რომ საქმეში არის მტკიცებულები გაყალბებული და პოლიციელები წერენ, რომ მათ ეცვათ ხუთუკები. და თუ ვიდეოს ამოიღებთ, მეთქი ეს ნაცემი ძმები შეხავთ პოლიციის არაფორმაში გამოწყობილ სამოქალაქო პირებს, დარწმუნდებით, რომ პროკურორმა პოლიციელებმა ჩაიდგინეს ის სამართალდანაშაული, გააყალბეს მტკიცებულებები და მიწევს დასრულებაში და ამით გადაწყდება მეთქი. შემოვიდა გამომძებელი ივანე ჭიაურელი და მის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ეღიარებინა მათ მიერ შეთითქმული და შეთქმული ის აბსურდული ჩვენება. ამ ჩვენების თანახმად თვითონ მე და ჩემი ძმა მანქანაში გამოვდით, ამ დროს ორი ფეხით მოსერული პატრულირებდა სამართალდამცავი და აღნიშნულ კამათზე მოვიდა და გითხრა, მოგვიწოდა სიმშვიდისაგან და დახმარებისაგან. ხვალ ჭირდება დახმარება ვითომ ესეთი რამე ყოფილა. დღეს ეს პოლიციელები ვინც ეს დანაშაული ჩაიდგინა, არავინ დასჭილი არ და პროკურორი. ეგრეთ წოდებული ოპერაცია ენვერის საქმე, ალბათ თქვენ გახსოვთ, იქ მე მონაწილეობდი ბათუმში, მიმდინარეობდა, ძირითადად იქ მხრინავები იყვნენ და ბრალდებულები და შემდეგ ჩავდებულები. ამ პროცესზე გამოდიოდა ზვიად ხაკაძე და ეს მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ უბრალოდ ამნისტიის კანონის მიხედვით ეს პირები
ეს 12 ადამიანი, რომლებიც გასამართლდა ბათუმში, იყვნენ მიჩნეული პოლიტიკურ პატიმრებად და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი ზვიად ხაკაძე იქნა გადმოყვანილი თბილისის საქართველოს მთავარ პროკურატურაში. დღეს ის მუშაობს გაცილებით მაღალ თანამდებობაზე, ვიდრე მუშაობდა იქ ბათუმში იმ პერიოდში. მე ზაზა ხატიაშვილმა მოვიგე საქმე დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ. ამ ადამიანს 2005 წელს წყალტუბოს პოლიციაში ცემეს და შემდეგ კოკა-კოლა დაასხეს პოლიციაზე და ენით აალოკინეს. აუდე კიდე ეს გავასაჩივრე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მე სტრასბურგში ვიცავდი ამ კაცს მარტო და ეს საქმე მოვიგე 2012 წლის დეკემბერში გამოვიდა გადაწყვეტილება, სადაც სახელმწიფო დაადანაშაულეს წამება არადამნიურ მოპყრობაში. დაიწყო ამას გამოძიება, ამას ჭირდება მაქსიმუმ 3-4 დღე, ხო, გამოძიებას. მაქსიმუმ 2 კვირა. გავიდა ეხ 4-5 თვე და ირაკლი ღარიბაშვილი გამოცემს ბრძანებას და ეს რევას კობულია. ინიშნება პოლიციის სამმართველოს უფროსად წყალტუბოში. ბატონი მჟავია, ეთყობა არ დაუკარგა კობულია. ეს თანამშრომლობის ეს რა წამებაში თანამშრომლობა არადამნიურ მოპყრობაში ერთ-ერთ ქვეგანყოფილებს უფროსად გადაყავ. ის პოლიციელები, რომლებიც თავის დროზე მიეჩვინენ და ზუსტად ამ მეთოდებს იყენებდნენ და ძალიან კარგად არის გაწყვეტილები, თუ როგორ მოახდინოს ეწოვა და ძალადობა დაკავებულზე, ეს ადამიანები ისევ სისტემაში მუშაობენ და მათ ამ მეთოდების გამოყენების მეტი არაფერი არ დარჩენათ. ისინი პროფესიონალები არიან ზუსტად ამაში. ხელისუფლება ძალიან კარგად იყენებდა 260 მუხლს, როგორც ერთგვარ სერვის იმისათვის, რომ ეს ადამიანები გაემგზავრებინა საპროკურორში. პოლიციას აქვს გამოუძიებელი საქმე ვერ ხსნის ჩადენილ დანაშაულს და შესაბამისად მას არ უნდა ხა ზედმეტი ენერგიის დახარჯვა, ზედმეტი ექსპერტიზების ტარება, სამხაროების ბიუროში სიმბოლი და იზარება ამ ყოველს გაკეთება ძალიან მარტივია, ჩაუდებს ადამიანის ნარკოტიკულ საშუალებას, შემდეგ წყლის ბოთლის გამოყენებით ან სხვა ფიზიკური ზემოქმედებით აიძულებს რომ ციხე მოაწეროს, ის აღიარებს რომ ჟანრებს ნარკოტიკი მქონდა და ის ხდება ციხეში.